Კეთილი, მოგესალმებით. ბატონო, კორუმი გვაქვს, ხო? კეთილი, მაშინ კომიტეტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხდომაზე გვაქვს დღის წესრიგით ერთი საკითხი განსაზღვრული. ეს არის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მე კოლეგებს ვთხოვ დღის წესრიგი დავამტკიცოთ, ვინ არის თანახმად, გმადლობთ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვყავს სტუმრად მოხსენებელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გალტონი რუსუდან კოხოძე. ასევე გვესწრებიან დავით გვარამაძე, თამთა ფეტუიაშვილი, ბატონი თემურ გოგინოვი, ბატონი მუხრანი? ხო, კეთილი. ბატონი მუხრანიც, გულაღაშვილიც ცოტა მოგვიანებით შემოგვერთდება. კეთილი. გალტონუსთან. გისმენთ, დავიწყოთ და კითხვები ასე ვქნა, ჯერ მოვისმინოთ და შემდეგ კითხვები რაც გვექნება, შემდეგ დავუსვათ. მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმებით ამ სწრაფ საზოგადოებას. პირველ რიგში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სახელით მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის, რომ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება და ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი წამყვანი უწყება ამ მიმართულებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისს თავაზობს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს და მათ შორის აღსანიშნავია სააგენტოს აქტიურად მომართავენ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ყოფილი მოქალაქეები საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, განიხილოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და ყოფილი მოქალაქეების განცხადებები იმგვარად, რომ თუ კი ისინი აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაქსიმალურად მიეცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ საქართველოსთან კავშირი, სამართლებრივი კავშირი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული, როგორც მოგეხსენებათ. და ამასთანავე ბოლო წლებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საკითხი ახლებურად დარეგულირდა 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით. შედეგად, პირებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა, რომ მომართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. ან ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით. 2018 წელს კანონში გაჩენილი ეს შესაძლებლობა დღემდე აქტუალურია, რასაც მოწმობს პირთა დიდი ინტერესი და მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც კანონით განსაზღვრული მომართვის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, მათ შორის 2024 წლის ბოლოს 2 წლით, ანუ 2027 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა სააგენტოსთვის მომართვის ვადა ზემოხსენებულ მოქალაქეობის შენარჩუნებასა და აღდგენის დროებით უფლებაზე. რაც შეეხება მომართვის არხებს და საქმეების განხილვას, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ფილიალებს, ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო წარმომადგენლობას. ასევე აღსანიშნავი არის, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის სერვისის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტოში მოქმედებს დისტანციური მომსახურების სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ონლაინ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გააკეთონ განცხადება მათთვის სასურველი სერვისის მისაღებად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააგენტოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც შეიძლება დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მათ შორის წარმოსადგენი დოკუმენტების სერვისის საფასურებისა და ვადების შესახებ.
ხოლო რაც შეეხება საქმის განხილვას, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დახმარებით. თუმცა ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საქმის განხილვაში კომისია არ მონაწილეობს. ასევე კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს და ასევე განსაზღვრულია შესაბამისი საფასურები, რომლებიც განსხვავდება განხილვის ვადების და განცხადების წარდგენის ადგილის ან ფორმატის მიხედვით. არსებობს დაჩქარებულად განხილვის შესაძლებლობაც. კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ სააგენტო ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რა თქმა უნდა, წარადგინება საქართველოს პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, რომ იმავე საფუძვლით ხელახლა წარმოადგინოს განცხადება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. გასულ წლამდე ამისთვის დადგენილი იყო 1 წლიანი ვადა, ამ შემთხვევაში ეს გაუმჯობესდა პირობები იმ კუთხით, რომ ვადა შემცირდა და 6 თვეში შეუძლია ახალი განცხადების წარმოდგენა იმავე საფუძვლით. რაც შეეხება ტესტირებას, მოგეხსენებათ, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განცხადების წარდგენამდე ტესტირების საშუალებით მოწვდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე. და ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტესტირება შესაძლებელი არის საზღვარგარეთაც, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაშიც. ასევე აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირებისთვის ცოდნის დონის შემოწმების კიდევ უფრო დახვეწილი პროცედურა გასული წლიდან ამოქმედდა სააგენტოში და გულისხმობს ტესტირებას ელექტრონული ფორმით. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ტესტები ხელმისაწვდომია წინასწარ სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. ასევე დაინტერესებული პირებისთვის ბევრად მოქნილი არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს საწყის ეტაპზე ტესტირების გავლას და მხოლოდ დადებითი შედეგის შემთხვევაში განცხადების წარდგენის შესაძლებლობას. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ტესტირების შედეგი ძალაშია 1 წლის განმავლობაში და ტესტირების გავლა შეუზღუდავად არის შესაძლებელი. ანუ თუ კი ადამიანი ტესტირებას ვერ ჩაბარებს დღეს, მას შეუძლია მეორე დღესვე ხელახლა მომართოს სააგენტოს ამ მოთხოვნით. აღსანიშნავია ისიც, რომ პირები, რომლებსაც არ დაუკარგავთ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო და მომართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით, არ გადიან ცოდნის დონის შემოწმების ეტაპს, ანუ ტესტირებისგან თავისუფლები არიან, ხოლო ის პირები, რომლებსაც უკვე დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და მომართავენ აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობისთვის, გადიან ცოდნის დონის შემოწმებას მხოლოდ ქართულ ენაში, არა სამივე კომპონენტში, არამედ მხოლოდ ქართულ ენაში. მოგახსენებთ ასევე სტატისტიკისა და ტენდენციების შესახებაც. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მაჩვენებლები 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად არის მზარდი. შედარებისთვის მოგახსენებთ ციფრებსაც. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის სააგენტოს მიმართა 3120 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 2352 პირის განცხადება. ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებაზე სააგენტოს მიმართა 1935 პირმა და აქედან დაკმაყოფილდა 1076 პირის განცხადება. რაც შეეხება 2024 წელს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის სააგენტოს მიმართა 9832 პირმა, აქედან 9832, თითქმის 10000 პირმა. აქედან დაკმაყოფილდა 6452 პირის განცხადება, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობისთვის სააგენტოს მიმართა 2072 პირმა და აქედან დაკმაყოფილდა 1650 პირის განცხადება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების ფონზე 2012 წელს იყო საქართველოს დიასპორის მხრიდან მაღალი 2022 წელს მაბადიეთ 2022 წელს იყო მაღალი მომართვიანობა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო სწორედ ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას,
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თუ აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობაზე მეტწილად მოგმართავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც მიღებული აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, საბერძნეთის, რუსეთის, სომხეთის, ისრაელის მოქალაქეობა და სურთ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნება. ასევე მოკლედ მოგახსენებთ არასრულწლოვნების შესახებაც, როგორც მოგეხსენებათ არასრულწლოვანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით. საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე და აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუძლება საქართველოს მოქალაქეობა. ამის გათვალისწინებით არასრულწლოვნებისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების მომართვიანობა მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან არის საკმაოდ მაღალი. ეს იყო ძალიან მოკლედ, თუმცა რა თქმა უნდა მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კეთილი კალდურუსთან დიდი მადლობა. უბრალოდ ყოვლისა მინდა მოგილოცო თქვენ ახლა დანიშნული ხელმძღვანელი ბრძანდებით მომსახურების სააგენტოსა და წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენ კომიტეტის სახელით გილოცავთ. მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ ანგარიშისთვის. ხო კოლეგებო, კითხვები თუ უბრალოდ მანამდე მეც ერთს დავაზუსტებდი 20-20-ის და 20-21-ის კოვიდის შედეგად მომართვიანობა აი მოქალაქეობის აღდგენაზე ან შენარჩუნებაზე ხო არ გაქვთ სტატისტიკა. მაშინ ხო ეს მნიშვნელოვანი თარიღებია და რატო ვამბობ? ჩვენ მქონდა მაშინ მოცემულობა ამ კოვიდის დროს, რომ იმდენად ეიმედებოდათ სახელმწიფო, რომ მათ შორის განვითარებული სახელმწიფოების სადაც ცხოვრობდნენ მოქალაქეები იყვნენ, ცდილობდნენ რომ აქ დაბრუნებული იყვნენ, იმიტომ რომ ის სერვისები, რაც ჩვენ მაშინ ვივაწოდეთ და სახელმწიფო იყო აქცენტირებული ამაზე. კიდევ ერთხელ ცხადყო რომ დიახ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ამიტომ მე მახსოვს მაშინ დიდი ის იყო ასე ვთქვათ სხვა შორის მიგრაციული ნაკადებიც საკმაოდ რომ ბევრი ბრუნდებოდა საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ იმისა რომ ჩვენზე განვითარებულ სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ. კეთილი კოლეგებო, ბრძანეთ ბატონო. მოგესალმებით. დიდი მადლობა და უერთდები ამ თქვენს წარმატებულ საქმიანობაში გისურვებთ ძალიან დადებით და ძალიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიმართულებაში წარმატებებს გისურვებთ. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა. რამდენი ხნით დაკარგული საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იყოს არის რამე მაქსიმუმი ან მინიმუმი თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა ნებისმიერი დრო როცა არ უნდა დაეკარგა ამ ხნის მანძილზე რა შეუძლია თუ არა მომართვა. ეს ერთი. და თქვენ ხაზი გაუსვით რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ თუ სხვა მოქალაქეობას იღებენ. ან არის კიდე სხვა მიზეზებიო. რა მიზეზები არსებობს კიდე სხვანაირად როგორ შეიძლება დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. აი ეს მინდა დავაზუსტო. შეიძლება ეს ეთილი კალდურუსთან თქვენ მონიშნეთ და შემდეგ ისეთ საკითხების შეიძლება სხვა პალიტრა იყოს ცოტა ისეთი და მე თქვენ როგორც გადაწყვეტ იმან გვიპასუხოს მე თქვენი სტუმრებიდან თუ პირადად თქვენ. კითხვები ხო არ გაქვთ? კიდე მე დავამატებდი რამდენიმეს აი გავაგრძელებდი ბატონი ილია რაც იკითხა უარის მიზეზი რა შეიძლება გახდეს კიდე ან რა ეტაპზე ხდება ხოლმე ჩვენ ვიცით რომ არის ტესტირება და შემდეგ კიდე ემატება გასაუბრებებიც თუ როგორ არის აი უარის მიზეზი ძირითადი რა უნდა იყოს ეს ერთი მეორე ჩვენ ახლა გვისმენენ კიდე ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებში იგეგმება თუ არა კიდევ უფრო გამარტივება ვთქვათ ვიღაცისთვის ცოტა რთული პროცედურაა ვიღაცისთვის მარტივი მე მგონია რომ ჩვენ ის რაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ერთი მხრივ მოქალაქეობის აღდგენის და მეორე შენარჩუნების ჩვენ ვადები გადავწიეთ ხო 2027 წლის 1 იანვრამდე მომართვიანობა და ეს იმიტომ გაკეთდა რომ მაქსიმალურად ყველამ ხო ვისაც სურვილი აქვს რომ ეს სერვისი მიიღოს კეთილი და მომავალშიც მინდა გითხრათ რომ ჩვენ დიასპორის კომიტეტი ხო ყველაფერს ვაკეთებ და მჭიდრო ურთიერთობაში ვიქნებით თქვენ სააგენტოსთანაც ისე როგორც შესაბამის სტრუქტურებთან რომ თუ რამეს გამარტივება შეგვიძლია და შემოთავაზებული იქნება ბუნებრივია განვიხილოთ რომ ჩვენ თანამემამულეებს მიეცეთ შესაძლებლობა რომ სახელმწიფო სერვისებით
ისარგებლონ და ასევე მოქალაქეობის თვალსაზრისით ის გამოწვევები რაც აქვთ რომ დაუკმაყოფილდეთ. კეთილი გისმენთ თუ კითხვები არ არის დიახ. დიდი მადლობა, პირველ რიგში დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. სადვარ რა თქმა უნდა აქტიურად ვითანამშრომლო კომიტეტთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება კითხვებს, დავიწყოთ COVID-ის სტატისტიკით. მე წაგიკითხავთ მაშინ პირდაპირ 2020 და 2021 წლების სტატისტიკას. საქართველოს 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის სააგენტოს მიმართა 4706 პირმა და დაკმაყოფილდა 4226 განცხადება, ანუ იყო ნამდვილად ზრდა. აღდგენის დროებით უფლებაზე სააგენტოს მიმართა 1525 პირმა და 1259 პირის განცხადება დაკმაყოფილდა. კიდევ უფრო გაიზარდა მაჩვენებელი 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა სააგენტოს 5286 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 4560 პირის განცხადება და აღდგენის დროებით უფლებაზე სააგენტოს მიმართა 1073 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 812 პირის განცხადება. ანუ ნამდვილად ზრდა იყო ამ პერიოდში. კი ბატონო და ზოგადად დის ტენდენცია არის შენარჩუნებული, სწორედ ამიტომ იყო მიღებული პარლამენტის მიერ გადაწყვეტილება გახანგრძლივებაზე ამ ნორმის მოქმედების. რაც შეეხება დადგენილი არის თუ არა ეს ვადა რამდენი ხნის დაკარგული უნდა კონდეს მოქალაქეობა, არა ასეთი ვადა არ არის დადგენილი, თუ კი მოქალაქეობა დაკარგა, მას შეუძლია აღდგენის თუ ასეთი საფუძვლები არსებობს, კი ბატონო, აღდგენის მოთხოვნით მომართოს სააგენტოს. რაც შეეხება დაკარგვის საფუძვლები რა შეიძლება იყოს, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ეს არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ასევე შესაძლებელია დაკარგვის საფუძველი იყოს კანონის მიხედვით ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე ადამიანი შედის სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან